რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს. ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემასთან საუბარში ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტი ბანკების, ნავთობმოვაჭრეებისა და კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს. სანქციების ახალ პაკეტში 31 რუსული ბანკი, მესამე ქვეყნის 20 ნავთობმოვაჭრე ობიექტი, ასევე კრიპტოკომპანიები და პლატფორმები შედის. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტი გუშინ წარადგინა. მათ ბრალდება დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება. ეს მოიცავს 4 ბანკს ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან, 11 კრიპტოპლატფორმას ბელორუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან, ასევე 5 ნავთობმოვაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კრიპტოპლატფორმები, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სასანქციო პაკეტის სიაში შეიყვანა, იქამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან იყო აღმოჩენილი.